ლატვიის ეროვნულ ავიაკომპანიას რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას გამოცემა ვერს გაავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გამოცემა წერს, რომ Air Baltic 2022 წლიდან 2024 წლის მარტამდე რუსული კომპანიის Tatneft ავიასერვისისგან თვითმფრინავებისთვის საწვავს ყიდულობდა. ავიაკომპანიამ სულ სანქცირებული ავიაკომპანიებისგან 3100 ტონა საავიაციო საწვავი შეიძინა, მისი ჯამური ღირებულება კი 206 მილიონ რუბლზე სტატიაში მოყვანილია საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდი, რომლებიც ამბობენ, რომ რუსული ნავთობი ჯერ მესამე ქვეყანაში გადიოდა, ხოლო იქიდან უკვე Air Baltic-ს ლატვიაში შეჰქონდა. ავიაკომპანიამ სულ მცირე 28 ჯერ სცადა საწვავის შესყიდვა რუსეთისგან 2022 წლის თებერვლიდან 2024 წლის მარტამდე. 13 ჯერ წარმატებით განხორციელდა. დახურულ საბაჟო ბაზაში კიდევ 15 დეკლარაცია მონიშნულია გაუქმებულად. ფაქტობრივად ეს გარიგებებიც შეიძლებოდა წარმატებით დასრულებულიყო. საბაჟო კონტროლის დარგის ექსპერტის თქმით, რომელთანაც ვერსკას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, ასეთი კოდი არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი არ იყო გაშვებული საზღვარგარეთ. დეკლარაცია შეიძლება გაუქმდეს მიტანის შემდეგ, მისი ხელახალი შემოწმების ეტაპზე, რათა დაიმალოს საქონლის გაგზავნის ფაქტი. 15 გაუქმებული მიწოდებიდან 11 იყო დაგეგმილი 2022 წელს, 1 2023 წელს და 3 2024 წელს. ომის დაწყებისთანავე განხორციელდა 2 წარმატებული შესყიდვა 2022 წლის თებერვალსა და მარტში. Gazpromneft აეროსთან ხელშეკრულებით. დანარჩენი 11 წყაროებში 2023 წლით თარიღდება. გამგზავნი კი ჩამოთვლილია როგორც Tatneft აეროსერვისი. საერთო ჯამში Air Baltic-მა დეკლარაციების მიხედვით შემოიტანა 3100 ტონა საავიაციო საწვავი 206 მილიონ 700,000 რუბლის ოდენობით, რაც 2 მილიონ 300,000 დოლარია. თავად ავიაკომპანიაში ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი რუსეთთან უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ. რუსეთთან თანამშრომლობას გამორიცხავს ლატვიის ტრანსპორტის სამინისტროც, რომელიც ავიაკომპანიის მთავარი აქციონერია. ფაქტით უკმაყოფილოა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი. ლატვიის მთავრობა Air Baltic-ის 97.97% ფლობს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ასე აღასრულებს სანქციებს. სახელმწიფო პარტია ლატვიის ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. Გასაკვირველია, ლატვია, როდესაც გადაწყვეტილებებს ღებულობს, გამოდის ლატვიელი ხალხის ინტერესებიდან, მაგრამ ორმაგი სტანდარტია დასაქმები, რომელთაც ლატვია მიმართავს საქართველოს. ეტყობა საქართველოს, აგზავნის თავის საგარეო საქმეთა მინისტრს იმისათვის, რათა საქართველოში ხელი შეუწყოს და ენერგია შემატოს რადიკალური ოპოზიციის მიერ წარმოებულ აქციებს. რა გასაკვირია ლატვიის ამ ავიაკომპანიის ქმედება, როდესაც ხოის აუცლებაა, რომ ლიტვას უფრო მეტი ვაჭრობა აქვს და ალკოჰოლთან დაკავშირებით რუსეთთან, ვიდრე საქართველოს, რომელსაც ვაზი თვალით არ უნახავს. რა თქმა უნდა, ეს ორმაგი პოლიტიკა, ეს ორმაგი სტანდარტებია და ყველა იმ ქვეყანას, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, ზოგადად ევროკავშირსაც, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს, გაცილებით მეტი ბრუნვა აქვს რუსეთთან. ჩვენ რამეს კი არ ვიტყვით, სამართლიან დამოკიდებულებას ვიტყვით. Bloomberg-ის Sky News-ი Deutsche Welle ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება მომზადდა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვაში არიან მხილებულები. საერთაშორისო მედია რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთ-ერთია ნეიტრალურ წყლებში რუსული ტანკერებიდან ნავთობის სხვა ტანკერებში გადატანა და ამ გზით ევროკავშირის ქვეყნებში შეტანა. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნებში ხდება რუსული ნავთობის გადამუშავება და ამ გზით წარმომავლობის შეცვლა შემდგომი გაყიდვისთვის. გასული წლის სექტემბერში კი გამოცემა Insider-ი წერდა, რომ საერთაშორისო სანქციების მიუხედავად ნავთობით ვაჭრობით რუსეთის ბიუჯეტის გავსება გრძელდება და უპირველეს ყოვლისა ეს ხდება ჩრდილოვანი ფლოტის საშუალებით, რომელიც ფარულად აგზავნის რუსულ ნავთობს. როგორც Insider-მა აღმოაჩინა, ამ შემთხვევაში ცენტრალური როლი ეკუთვნის ლატვიის მოქალაქეს ალექსეი ჰაავინს, რომელმაც ნავთობი რუსული ნავთობ კომპანიისგან ზღვრულ ფასად იყიდა, რამაც რუსულ კორპორაციას დამატებით $1.4 მილიარდი მოუტანა. შემდგომ კი ტანკერები ინდოეთსა და ჩინეთში შეიყვანა.